რომდე არის სოფლები, სადაც არც გზა, არც კვალი, არც ელექტროენერგია და ირკვევა, რომ აი ამ ფონზე ადამიანები ისევ დახმარების იმედად არიან. სულ ცოტა ხნის წინ ვიყავით ჩვენ ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობიდან დაახლოებით 300 მეტრის მოშორებით ეგრეთ წოდებულ შანხაის დასახლებაში, ეს ბარაკის ტიპის დასახლება, სადაც სრულად ცხოვრობენ სოციალურად დაუცველები და მარტოხელა მოხუცები და ისინი გვიყვებიან წარმოუდგენელ ამბებს, გვეუბნებიან, რომ ამ დრომდე მათთან არავინ არ გამოჩენილა, ადამიანები არიან საკვების წამლის გარეშე დარჩენილი, ჩამონგრეულია სახლების, ეგრეთ წოდებული სახლების ნაწილი და ადამიანებს როგორც გითხარით, ამ დრომდე არ აქვთ არანაირი დახმარება მიღებული. ისინი ამბობენ, რომ არაერთი შეტყობინების მიუხედავად მათთან არავინ მისულა და როგორც გითხარით, არიან მხოლოდ და მხოლოდ მოხალისების დახმარების იმედად. ხელისუფლებიდან არ გამოჩენილა ამ თავობაზეც არავინ? არავინ არა. აქანე მოდის როდის, იცი? არჩევნების დროი რომ არა, მაშინ შემოდია. არ გახსენები ხართ არავის? 85 წლის ქალი ამას არავინ არ აქცევს ყურადღებას. ამ თოვლობაზე მარტო ხელა რო ბრძანდები ესეთ ავარიულში ვინმე არ მოსულა ხელისუფლებიდან ამბავი არ უკითხავთ მაინც? არავინ არ მოსულა. არ კაცი არა დედა. არც ის თოვლი ჩამოვარდა თუ არა? აი დღეს ჩამოვარდა. არ დაგეცეთ საფშილენა გამოიშვიდო. ესეთ ვითარებაში ხართ სახლიდან რომ გამოდიხართ? დღეში მაგრამ ამ დღეს ვიშვილი. დამპალია ბინები და რა დღეში ვართ ის ეგე ჩამეიგრა. იყო ვინმე მოსული ხელისუფლებიდან შეგიხართ? იყო გუში მოსული ჩემთან არაფერი არ დუძახები, ცხაც კი დაურიგა, ზოს მოუწია რა ცხა დახმარება ზოგს არის. შერჩევით და არის ეს? მე არა, ხო უნდა მოეტანე, ჩემზე ცოდო არ მარტო ხელა ვარ. მარტო ხელები, ავანტყოფები, ჩვილი ბავშვები ელემენტარული ისიც არ გაკეთდა, რომ სასწრაფო რომ დაგვჭირდა და შემოსულიყვნენ შიგნით. ეს არის ოზურგეთის მერიდან დაახლოებით 9 კილომეტრიც არ არის კი დაცილებული. ბატონო, არავითარი აქანი ტრანსპორტი არ შემოსულა, ეს რაც არის გაკვალული კიდე არის ხალხის ძალი. კრიკიდან წყალი მოდის. ხოდა თლა ტახტიანა ბედროიანა მიდვია. რა ფერ ვარ მე? თლა გაჭირვებული ვარ ამ ხარეზია აქანე. რამდენჯერ დეინტერნ მეზობლებმა. და არ გამოჩენილა არავინ? არავინ არ გამოჩენილა? ხელისუფლება გამოჩნდეთ ამბავი. მოყოთ სოციალურს ასე იმუქრებიან? ისე გემუქრებიან რა სოციალურს მოგეთ. მართლა სოციალურ. არ გამოგაჩნიათ თქვენს მისა? მარტო სოციალურიც მოშურვებთ. და იმის მუშაობა ბაზარში და ახლა ვერ გავდივარ ამ ფერში. და სახში ყავთ შეშუმოპირი და დაიაბეტიანი მეუღლე. და გეუბნებიან თუ კი მოყვებით სოციალურ. აი ამ ფონზე რასაც ეხლა უყურებით, ამ ძიმე რეალობის ფონზე ჩვენ ასევე გადავიღეთ კადრები როგორ არის თოვლმავალი ბურანი გაჩერებული ადმინისტრაციული შენობის წინ და ბუნებრივია დავინტერესდით მაშინ როდესაც არც გზა არც კვალი და ამ დრომდე ადამიანებთან მისასვლელი გზებიც კი ვერ გაუჭირია ხელისუფლებას, რატომ დგას სპეციალური ტექნიკა მერიის წინ და ვიკითხეთ ხო არ იყო ეს ბურანი რომელსაც არჩილ თავაყადე მიყოზიორა იმ სოფელ ჯუმაჩი, სადაც ამ დრომდე არიან ადამიანები გარესამყაროს მოწყობილი, როგორც გითხრეს, ეს არის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბურანი და ამ დრომდე მათთან დახმარების თხოვნით თურმე არავის მიუმართავს. ეს ის ბურანია, ბატონი არჩილი რო დადის? აბა ვის ბურანია? დაცული ტერიტორიების სააგენტოს. და აქ რატოა გაჩერებული? მელოდებით ვინმეს თუ დაჭირდება სამაშვილო ოპერაციაზე. არ შემოსuliათ შეტყობინება, აი მაგალითად სოფელ აჭში 5 დღეა მე დიახ. აბიდან მეკავდა ფირამაში. ანუ ხელისუფლება სანამ არ დაგირეკავ, ანუ ბევრი გაუვალი გზაა და მაგიტომ აინტერესებს. აი ესეთია ამ დროისთვის ვითარება გურიაში, ადამიანები ისევ დახმარების მოლოდინში არიან, უწამლოდ, უშუქოდ, უგზოდ გაჩერებული ტექნიკაც, რომელიც ახლა ჩვენმა მაყურებელმა პირდაპირ ეთერში ნახა და ადამიანები კიდევ ერთხელ ვიტყვით, მხოლოდ და მხოლოდ მოხალისეების იმედად არიან, იმ მოხალისეების, რომლესაც ხელისუფლება მართალია აბულინგებს, არაერთ სოციალურ ქსელში არაერთ კომენტარს წერს, რომ თითქოს ეს ადამიანები ხელს უშლიან, თუმცა რეალობა არის ის, რომ სწორედ მოხალისეების იმედად არის დარჩენილი ადამიანები, ის ადამიანებიც უნდა ვთქვათ, რომლებსაც ემუქრებიან, რომ თუკი ყველაფერს იტყვიან იმ რეალობის შესახებ, რომელი რეალობაში ცხოვრობენ, ან სოციალურ დახმარებას მოუხსნიან, ან ხელისუფლებიდან ვერაფერს ვერ მიიღებენ.